ღირსი პაისი ათონელი. სიტყვანი მონაზნური ცხოვრების შესახებ. თავი მეექვსე. დამწყებთა სირთულეები. წუხარებ მონასტერში, დედაო. დიახ, მამაო, რადგან იმაზე ვფიქრობ, რასაც გვეუბნები და ვხედავ, რომ არაფერს ვაკეთებ. რამდენი ხანია მონასტერში ხარ? 2 წელი. ასე ბევრი? ყველაფერი ერთ კვირაში უნდა გქონოდა განხორციელებული. ახლა უკვე 2 წლის გარდაცვლილი ბავშვის მკვდრეთით აღდგენა უნდა შეგეძლოს. არ შეგიძლია. განა არ იცი, რომ მონასტრების გარშემო არსებული სოფლები ასე წარმოიშვა. სადაც მონასტრებია, გარშემო სოფლები შენდება, რადგან მონაზვნები მკვდრებს აღადგენენ. მისმინე, ჩემო კარგო, თუ ბავშვი კბილებით დაიბადება, ურჩხული იქნება. იგივე შეიძლება ითქვას სულიერ ცხოვრებაშიც. უნდა მიიღო, რომ 2 წლის ბავშვი ხარ, ანუ იმდენის, რამდენი ხანიც ცხოვრობ მონასტერში. შენ ჩქარობ, როცა პატარა ნერგს ვრგავთ, მეორე დღესვე როდი გამოიღებს ნაყოფს. ჯერ ვრგავთ, ვრწყავთ, ნელ-ნელა იზრდება და წლების შემდეგ ნაყოფსაც ისხამს. მამაო, შიშობ, იქნება არძალმით შევასრულო ის სულიერი სამუშაო, რომელსაც მონაზნური ცხოვრება ითხოვს, რადგან სხვადასხვა სირთულეს ვაწყდები. გუშინ წინ ერთი ბარტყი დავინახე, რომელიც ბუდიდან პირველად გამოვიდა საკვების მოსაძებნად. ერთ მტკაველზე ძლივს დაფრინავდა. არ იცოდა როგორ ეპოვა მწერები და ერთი მწერის მოსაძებნად საბრალოს 9 საათი დასჭირდა. იმ დროს, როცა ვაკვირდებოდი, მას გავიფიქრე, რომ დასაწყისი ყოველთვის რთულია. როცა სტუდენტი სწავლას დაამთავრებს და სამსახურს იწყებს, უჭირს. როცა ახალგაზრდა ქორწინდება, თავიდან სირთულეების წინაშე აღმოჩნდება. ასეა, როცა ვინმე მონასტერში მიდის მორჩილად, სირთულეებს აწყდება, რადგან ერში სხვაგვარად ცხოვრობდა, თუმცა ნელ-ნელა ეჩვევა მონასტრის განაწესს, ეცნობა კრებულის წევრებს, ეცნობა საკუთარ ამტანობასაც, ეთვისება მონასტრის კრებულს როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად და სირთულეებიც იკლებს. ასე რომ, ნუ მწუხარებ, მონაზნური ცხოვრების დასაწყისში ყველას გვაქვს სხვადასხვა სირთულე, თუ საკუთარი თავისგან, თუ სხვებისგან, ვიდრე ადაპტაციას გავივლით. აი ეს არის დამწყების ბუნებრივი გზა მონაზნურ ცხოვრებაში. მამაო, ახლა როცა მონასტერში მოვედი, ხშირად ვარდები მწუხარებაში. ეს რისი ბრალია? ის, რომ მონაზნური ცხოვრების დასაწყისში მწუხარებას გრძნობ, ბუნებრივია, რადგან გადარგვის პერიოდში ხარ. როცა მცენარეების გადარგვა ხდება, განა თავიდან არ მოიწყენენ, თუმცა შემდეგ ცოცხლდებიან. ასევე შენც ვიდრე მონაზნურ ცხოვრებას შეეჩვევი, მოთმინება გმართებს. ამიტომ, როცა მწუხარება დაგეუფლება, პანიკას კი ნუაყვები, არამედ რამდენადაც შეგიძლია იესოს ლოცვა იმეორე, ან ხმადაბლა იგალობე. გამოიჩინე მორჩილება ყველაფერში, რასაც გეუბნებიან, შემდეგ კი მოთმინება. მოთმინებით გშორდება მწუხარებაც, გშორდება გულის სიტყვებიც. ეს არის ყველაზე უებარი წამალი. მამაო, ძალიან მიჭირს მოთმინება და ზოგჯერ ვფიქრობ კიდეც, რომ სახლში უკეთესად ვიყავი. თქვენ ახალგაზრდებს მრავალი სიკეთე გაქვთ, მაგრამ არა გაქვთ ერთი რამ, მოთმინება. არადა მონაზნურ ცხოვრებაში საჭიროა დიდი მოთმინება. წმინდა მთაზე, როცა მონაზვნები ვინმეს ლოცავენ, ამბობენ, მოთმინება ძმაო. ამასთან მრავალი მათგანი ამ ფრაზას მრავლობითში ამბობს. ანუ მოთმინება გვმართებს არა ერთ გზის და 2 გზის, არამედ მრავალ გზის. ასევე შენც ხანგრძლივ მოთმინებას გისურვებ. ასე იღებს ადამიანი სასყიდელს. ამასთან სარგებელსაც ნახულობს შეძენილი გამოცდილებიდან. როცა ვინმე გარბის, იღლება, უფლიანდება,
ამ ოფლიანობით მისი ორგანიზმიდან მარილები გამოდის. ამდენად ეს ოფლიანობა ჯანმრთელობის მომტანია. იგივე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც. ახლა გარჯა გიწევს, გტკივა, გამოდის მარილები, ანუ ვნებები სულიდან და ასე მოვა სულიერი ჯანმრთელობა. ამიტომ სირთულის წინაშე უკან ნუ დაიხევ. გახსოვდეს, რომ სირთულის დათმენით სიმარტივე მოდის. მამაო არ ძალმიც კინობიალური ცხოვრების სხვადასხვა სირთულის ტვირთვა და ხშირად ვტირი. ეს ტირილი დასაწყისში ბუნებრივიც არის. ჩვილი როგორც კი დაიბადება ტირის, როცა ინათლება კვლავ ტირის. ასევე 1-2 წლის შემდეგ როგორც კი მცირედით გაუჭირდება ტირილს იწყებს, ასე რომ ნუ დარდობ. ახლა დასაწყისში ბოროტი ცოტა სირთულეებს შეგიქმნის, მაგრამ თუ მოთმინებას გამოიჩენ, გადალახავ მათ, შემდეგ კი თავს 60-ში იგრძნობ. მამაო, რამდენი წელი დამჭირდება მოთმინება, ვიდრე მონაზნურ ცხოვრებას მოვერგები? ახლა ჩემი ბიძაშვილი გამახსენე, რომელმაც 13 წლის ასაკში კერვის შესწავლა გადაწყვიტა. პირველ დღეს რომ მივიდა, იკითხა, როდის დავიჭერ მაკრატელს. მაშინ უპასუხეს, რომ ვიდრე მაკრატელს დაიჭერდა, ჯერ 1 ფუთი მარილი უნდა ეჭამა. ასე რომ შენ საკმაო ხანი დაგჭირდება. იმავდროულად მადლიერებით უნდა მიიღო 1-2 გაჯოხვა, ცოტა იტირო კიდეც. მაგრამ იცოდე, რომ დამწყების ეს ტირილი უფრო ძვირფასი და სათნოა ღვთისთვის, ვიდრე ის, რომ თავისი სულიერი ცხოვრება ურცხვად და თავხედურად დაიწყოს. ერთი სიტყვით იმისათვის, რომ დამწყები მონაზნურ ცხოვრებას მოერგოს, უნდა მოიშოროს ყველა ამ სოფლიური თვისება. ამაში კი დიდად გვეხმარება ზოგად ცხოვრებულთა მონასტერი. მთავარია ადამიანი არ იყოს დაძაბული, არ მიიღოს მხედველობაში არც ყოჩაღ და არც შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი, როცა დაადანაშაულებენ. დაბლად ითხოვა შენდობა მაშინაც კი, როცა არ არის დამნაშავე და ადიდოს ღმერთი, რომელმაც დაუშვა, რომ ამ ცხოვრებაში გადაიხადოს თავისი რომელიმე ძველი ცოდვის ვალი. მას ეცადე, რომ ამ გზით განავითაროს სიმდაბლე და სიყვარული. ყველას და ყველაფრის მიმართ ყოველთვის კარგი გულისიტყვები გქონდეს. აი მაშინ გამიხსენებ. 1 ფუთი მარილი მცირე ხანში შეიძლება 1 მუჭა მარილად იქცეს. მამაო, ყოველდღიურად იმდენ სირთულეს ვაწყდები, როგორც საკუთარი თავისგან, ისე სხვებისგან, რომ ზოგჯერ ვამბობ წავალ მონასტრიდან. არადა არასდროს არ ვისურვებდი წასვლას. ჩემო კარგო, ეს არასდროს არ უნდა თქვა, მათ შორის არც ხუმრობით. რადგან ეს ესმის ეშმაკს, შეიძლება ბოროტად გამოიყენოს და ისე გაგიყვანოს მონასტრიდან, ვერც კი გააცნობიერო. მამაო, ასეთი გულისიტყვები გამუდმებით არ მაქვს და არც მინდა რომ მქონდეს. შეიძლება გამუდმებით არ გქონდეს ასეთი გულისიტყვები და არც გინდოდეს, მაგრამ ერთხელაც რომ გაიფიქრო რაღაც მსგავსი, შემდეგ ბოროტი გამუდმებით გაფიქრებინებს ამას, რათა იმ დონემდე მიგიყვანოს, რომ უდღეურად გაცხოვროს და უვარგისად გაქციოს. რატომაა, რომ მიუხედავად ესოდენ დიდი ძალისხმევისა მონასტერში მოსასვლელად, ზოგჯერ ერში დაბრუნების აზრი გამივლის. როგორც ჩანს, ძალიან მალე დაგავიწყდა, რაც გადაიტანე იმისთვის, რომ თავი ამას სოფლიდან დაგეხსნა. თუ გეხსომება სოფელთან განშორებისთვის გადატანილი სირთულეები, აღარ მოგაგონდება საერო ცხოვრება და შენი გონება ზეცას მიეჯაჭვება. მამაო, ზოგჯერ მგონია, რომ არა მაქვს რწმენა. რწმენა რომ არ გქონოდა, მონაზნურ ცხოვრებას არ შეუდგებოდი. ყველა თქვენგანის გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო რწმენა და სიყვარული ქრისტეს მიმართ. სხვაგვარად ვერ შეძლებდით ასეთი ნაბიჯის გადადგმას. თუმცა ბუნებრივიც არის, რომ დასაწყისში ეს რწმენა და სიყვარული
არც ისე დიდია. ზოგჯერ მეც ვეკითხები საკუთარ თავს, როგორ შევუდექი მონაზვნურ ცხოვრებას იმ რწმენითა და სიყვარულით, მაშინ რომ მქონდა. მამაო, როგორც კი რაიმე სირთულეს წავაწყდები, გულის სიტყვა მეუბნება, რომ მონაზნობის გზაზე ჩემი შედგომა შეცდომა იყო და ერში რომ დარჩენილიყავი, უკეთესად ვიქნებოდი. დალოცვილო, ეს სისულელე რამ გაფიქრებინა, ეს გულის სიტყვა მკრეხელურია და შესაბამისად ნურთ შეიწყნარებ, უმალვე განაგდე და საკუთარ თავს უთხარი. აქ 1000-ჯერ უკეთესად ვარ, ვიდრე ერში ვიქნებოდი, კარგადაც ვცხოვრობ და მომავალი ცხოვრების იმედიც მაქვს. ჩემი დაკვირვებით ნელ-ნელა და სტაბილურად ყალიბდები, მაგრამ ეშმაკს შურს და ცდილობს ასეთი გულის სიტყვებით თავგზა აგირიოს, რათა მოგაშთოს, შეწყდეს შენი წინსვლა და გაგრძელდეს უბედურება. მონაზნობაში ხდება ასეთი რამ, როცა ეშმაკი ხედავს, რომ რომელიმე გამოსაცდელ მორჩილს წინსვლა ექნება, ეშმაკს აქვს ამის გამოცდილება. 1000 გულის სიტყვას ჩააგონებს, რომ ერში დააბრუნოს. რადგანაც გამუდმებით მწუხარება მიპყრობს, მამაო, აზრად მომდის, ვაი თუ არ გამოვდგე მონაზვნად. ნუ უსმენ ბოროტს, ასეთ გულის სიტყვებს იმიტომ გაწვდის, რომ წყობიდან გამოგიყვანოს და დასახული მიზნის მიღწევაში ხელი შეგიშალოს. შენ უნდა იფიქრო, რა დავისახე მიზნად, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ამას მივაღწიო და თავიდან მოიშორო ეჭვი, ვაი თუ არ გამოვდგე მონაზვნად. იცოდე, რომ მონასტერში მომსვლელთა უმრავლესობა, როგორც კი მონაზვნურ ცხოვრებას შეუდგება, ეშმაკის მხრიდან მრავალგვარ ბრძოლას აწყდება, რადგან შურს მათი და სურს ისინი კვლავ ერში დააბრუნოს. ეს დამწყებთა ერთგვარი ბუნებრივი ბრძოლაა, რომელსაც ღმერთი დაუშვებს, რათა გამოიცადონ და მონაზვნური ცხოვრების სარბიელზე დაეშვან. ცხადია, ვიდრე დამწყები მიწაზე დაეშვება, ხშირად ღრუბლებში დაფრინავს, შემდეგ კი ძირს ეშვება. ამიტომ ნუ დარდობ იმ მდგომარეობის გამო, რაც ჩვენს თავს ხდება, ვიდრე მიწაზე მყარად არ დაეშვები. დაკვირვებული ვარ, რომ მრავალი მიც მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში გაწვალდა. საბოლოოდ, როცა მიწაზე დაეშვა, მყარად დადგა და იმათზე მეტად წარემატა, ვისაც ტანჯვა წვალება არ გაუვლია. მამაო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელია გამოსაცდელი მორჩილი ვარ, ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, ნამდვილად გამოვდგები თუ არა მონაზვნად. სწორია ასეთი მერყეობა. მიკვირს ამდენი ხნის შემდეგ როგორ მოგდის ასეთი აზრი. თუ ნამდვილად გსურს მონაზვნობა, მაშინ გამოდგები მონაზვნად, თანაც წარმატებასაც მიაღწევ. მაგრამ თუ იმ გულის სიტყვებთან ბჭობას გააგრძელებ, რომლებსაც ეშმაკი გაწვდის, მაშინ რომელ ცხოვრებაშიც არ უნდა აღმოჩნდე, დაიტანჯები. ღმერთმა ყველა ადამიანს მისცა შესაძლებლობა იცხოვროს ორივე სახის ცხოვრებით. შემდეგ კი თითოეული ორიდან ერთ-ერთს ირჩევს და იღწვის, რომ ამ გზით მიეახლოს ღმერთს. ამდენად არჩევანი შენი პირადი საქმეა, მაგრამ თუ ფიქრობ, რომ საერო ცხოვრებას გაჰყვე, მაშინ ჩემო შვილო, მონასტერში აღარ უნდა დარჩე, რადგან რაც მეტხანს დარჩები, მით უფრო გაგიჭირდება შეწყობა ერში დაბრუნების შემთხვევაში. ჩემი მცირე გამოცდილებიდან გეტყვი, დღესვე რომ დაბრუნდე ერში, თავიდან საკმაოდ გაგიჭირდება, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში, რაც მონასტერში ხარ, შენში გრევა დაიწყო საერო ცხოვრებამ, მის ადგილას კი სხვა რამეები შენდება. აბა რა გითხრა, ჩემო კარგო, ეს შენი პირადი საქმეა. მე ყოველთვის ერთნაირად ვიქნები დაინტერესებული შენი ცხონებით, სადაც არ უნდა იყო, რომელ ცხოვრებასაც არ უნდა გაჰყვე, მთავარია ღმერთთან ახლოს იყო. მამაო, რადგანაც მიჭირს და ვიტანჯები, ერში დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ გთხოვთ განაგრძოთ ჩემთვის ლოცვა. შვილო ჩემო, რა კი ჯერ კიდევ გამოსაცდელი მორჩილი ხარ,
შენი ტანჯვა სრულიად უადგილოა. ქრისტეს არ სურს იტანჯებოდე. რა კი მონასტერში განსვენებას ვერ პოულობ და სასყიდელსაც მოგაგებს იმისთვისაც, რაც ამ მცირე ხნის განმავლობაში შეძელი. მე არასდროს შევწყვეტ ზრუნვას შენი სულის ცხონებისთვის და უწინდებურად საკუთარ დად მიგიჩნევ. მამაო, ხშირად ვფიქრობ ჩემს მცირეწლოვან დედმამიშვილებზე, რომლებიც ძალიან მიყვარდა. მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში დედმამიშვილებზე ფიქრი ბუნებრივია, მაგრამ ამას სიფრთხილით უნდა მოეკიდო, რადგან ხელს უშლის შენში საღვთო სიყვარულის დავანებას. მონაზონს ეძლევა უზარმაზარი შესაძლებლობა საღვთო სიყვარულის მოხვეჭისა. მონასტერში მომავალი იგი ტოვებს თავის ოჯახს, უარყოფს საკუთარ მამას, დედას, და-ძმას. გამოაქვს თავისი სიყვარული თავისივე მცირე ოჯახიდან და ამგვარად შედის დიდ ოჯახში, ეკლესიაში. ასე იძენს დიდ საერთო სიყვარულს, ქრისტეს სიყვარულს და ყველა ადამიანი თანაბრად უყვარს. რა უნდა ვიღონო, როცა უკვე მონასტერში მოვედი, მაგრამ ჩემი გულის ნახევარი ჩემს მშობლებთან არის და მათთან ურთიერთობა მსურს. ჩემო შვილო, გინდა კარგი მონაზონი იყო. დიახ, მამაო, მაშ ყურად იღე, რასაც გეტყვი. ნაცნობ მონაზონთაგან, რომლებსაც თავიანთ ოჯახებთან ჰქონდათ კავშირი, ვერავინ განვითარდა სულიერად. ვერ შეძლეს კარგ მონაზვნებად ჩამოყალიბება, რადგან ვერ შეიცნეს საღვთო სიყვარული. ისინი ხარობენ მხოლოდ თავიანთ ნათესავებთან, თავიანთ ძმისშვილებთან და დისშვილებთან, მაშინ როცა მონაზონს, რომელსაც სულიერი სიყვარული აქვს მოხვეჭილი, იცი რამდენი დედმამიშვილი, ძმისა და დის შვილები ჰყავს, მილიონობით, მილიარდობით. შენ შემთხვევაში შენი გულის ნახევარი მონასტერშია, მეორე ნახევარი ერში, ეს კი დიდი დაბრკოლებაა. როგორ დაივანებს შენს გულში ქრისტე მაშინ, როცა შენი გული მისთვის სრულად არ მიგიძღვნია და მასში შენი ოჯახის წევრებიც გყავს. მონაზვნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გათავისუფლდეს თავისი ოჯახის ბორკილებისგან, რათა შეიყვაროს ქრისტე და მთელი სამყარო. მონაზონი გაიღებს ამ მცირე მსხვერპლს, რომელიც ცხადია დასაწყისში ცოტა მტკივნეულია, გამოეყოფა თავის ოჯახს, მაგრამ შემდეგ გრძნობს საღვთო სიყვარულს. თანდათანობით განიცდის სულიერ აღმაფრენას, რომელიც უსაზღვროა და რაც მეტად წარემატება, მით უფრო იზრდება ეს სიყვარული. განა მცირე რამეა, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარ ძმად მიიჩნევს. თუ 15 დედმამიშვილ ბიძაშვილისა და მათი 40-50 შვილის გამო ადამიანი დიდ სიხარულს გრძნობს, წარმოიდგინე, რაოდენ სიხარულს განიცდის, როცა მილიონობით ადამიანს თავის ნათესავად მიიჩნევს. ხედავს პატარა ბავშვს და იგი თავის უმცროს ძმად, ძმისშვილად, შვილიშვილად მიაჩნია. ხედავს დედაბერს და მისი გული კრთის, რადგან მას ისე უყურებს, როგორც თავის ბებიას. ნებისმიერ ქალს ისე უყურებს, როგორც თავის დედას, კაცს როგორც მამას და ყველანი სულიერი საღვთო სიყვარულით უყვარს. მამაო, ძალიან მიყვარს დედაჩემი. რა ვიღონო ახლა, როცა მონასტერში მოვედი და გამუდმებით მასზე ვფიქრობ. თუ დედა შენი ძალიან გიყვარს, ილოცე, რომ დაივიწყო იგი. როცა მას დაივიწყებ, შენი გული გაიწევს ღვთისმშობლისკენ, რომელიც მონაზონთა გულებში დედის ადგილს იკავებს და ზრუნავს, რომ მათ სულიერი სიყვარული მიანიჭოს. მეც ძალიან მიყვარდა დედაჩემი. როდესაც წმინდა მთაზე მონაზნობისთვის წავედი, დედაჩემის სიყვარული იყო ერთადერთი, რაზეც უარი ვთქვი. ამა სოფელში მისებრ არავინ მყარებია. მოგვიანებით, როცა სტომიოს სამანეში ვცხოვრობდი კონიცაში და დედაჩემის მოსანახულებლად წავედი, რადგან სინას მთაზე ვაპირებდი წასვლას, ის ტირილით ამბობდა, გარდაცვალების ჟამს ვეღარ გნახავ.
მაშინ მე ვუთხარი, თუ მოსახდენია, დაე ახლავე განუტევე სული. სინას მთაზე ყოფნის პირველ ხანებში დიდად ვიტანჯებოდი, როცა მის მიმართ ნათქვამი ეს ფრაზა მახსენდებოდა. აღსარებაშიც ვთქვი და ღმერთს ვევედრებოდი, როცა მისი აღსასრული ჟამი მოახლოვდებოდა, ვერ მიმხვდარიყო ამას. ერთ ღამეს, როცა წმინდა ეპისტემის სადაყუდებულოში ვლოცულობდი, უეცრად ჩემ წინ ღვთისმშობელი წარდგა. მე ამბორა და ისე მკვეთრად ვიგრძენი მისი საამო ალერსი და საღვთო ნუგეში, რომ თავს ვერ ვიკავებდი და შეშლილივით ვყვიროდი, ღვთისმშობელო, ჩემო დედა, ეს მდგომარეობა აღუწერელია. მცირე ხნის შემდეგ კონიციდან მივიღე წერილი, რომელშიც ეწერა, რომ დედაჩემი გარდაიცვალა ზუსტად იმ დღეს, როცა ეს გადამხდა. ამით ღვთისმშობელმა მიჩვენა, რომ გარკვეულწილად იგი იღებს ჩემზე პასუხისმგებლობას. როცა სოფელს ვტოვებთ, პოულობთ ზეცას. როცა მშობლებს ქრისტესთვის ღვთისანაბარა ვტოვებთ, მაშინ მათზე ზრუნავს ქრისტე, ჩვენზე კი მისი დედა და მადლით ჩვენი დედა. ახლა როცა მონასტერში მოვედი, როგორ შევძლო, რომ ჩემი ოჯახის წევრების გამო მშვიდად ვიყო. ერთხელ და სამუდამოდ ისინი ღმერთს მიანდე. ადამიანს, რომელიც გიყვარს, ვისთან დატოვებ? ცხადია ღმერთთან. ის კი უეჭველად ჩვენზე კარგად დაიცავს მას. ვიდრე ადამიანი სოფელს დატოვებს და მონასტერში წავა, საჭიროა გულითადი ლოცვა აღავლინოს ქრისტეს მიმართ და თავისი ოჯახის წევრები ღმერთს მიანდოს. შემდეგ კი საერთოდ აღარ ღელავდეს მათ გამო, არც ფიქრობდეს მათზე, რადგან სწორედ მაშინ არის ქრისტე ვალდებული, რომ მათ შეეწიოს. დასაწყისში ბოროტმა შესაძლოა მის ოჯახში რაიმე უსიამოვნება წარმოშვას, რათა იგი მიზნისკენ სვლაში დააბრკოლოს. უფრო სწორად ღმერთმა დაუშვას ეს, რათა გამოიცადოს დამწყები, გამოვლინდეს მისი რწმენა, მისი სიყვარული ქრისტეს მიმართ და მისი მონაზნური მიდგომა. ამასთან თავადაც უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი, გაერკვეს რამდენად წრფელი იყო მისი გადაწყვეტილება, რომ ქრისტეს სიყვარულისთვის ყველაფერი მიეტოვებინა. ღმერთი მხოლოდ ერთ სიკეთეს კი არ აღასრულებს, არამედ 2, 3, 4 სიკეთეს ერთად. განსაცდელით, რომელსაც ოჯახის წევრებზე დაუშვებს, თვითონ ისინი სასყიდელს იღებენ, მონაზონი კი გამოიცდება. მას შემდეგ, რაც მან ქრისტესთვის მიატოვა ისინი, ქრისტე უსამართლო იქნებოდა, რომ არ დახმარებოდა მათ. მამაო, როცა ვფიქრობდი, რომ მონასტერში მოვიდოდი, ასევე მაშინაც ახალი მოსული რომ ვიყავი, დიდ სიხარულს გრძნობდი. ახლა კი ეს სიხარული გაქრა. მართლაც ღმერთი დიდად შეეწევა იმ ახალგაზრდას, რომელსაც მონაზნობა სურს, რათა სულიერი ძალები მოიკრიბოს და სულა განაგრძოს. გარდა ამისა, როგორც კი მონასტერში მივა, ანიჭებს სიხარულს, რათა გამტკიცდეს და მოშურნეობით შეუდგეს მონაზნურ ცხოვრებას. თუმცა შემდეგ უკანვე მიაქვს ეს სიხარული და ტოვებს მას, რომ მარტო მიღვაწოს განსაცდელებში, რათა დამდაბლდეს და მიხვდეს, რომ ის თავდაპირველი შეწევნა ღვთისგან იყო და არა მისი მოღვაწეობის შედეგად, რომ თავისით არაფრის ქმნა არ ძალუძს. შესაბამისად, დაბლად შეურდება ღმერთს. ფიქრობ, მამაო, როგორი წადიერებით მოვედი მონასტერში და ახლა როგორ მიჭირს. დამწყები ანგელოს მოყავს მონასტერში და შემდეგ ტოვებს მას გამოსაცდელად. ასე გააცნობიერებს როგორც საკუთარ მწირ ძალებს, ისე ღვთის დიდ შეწევნასა და სიყვარულს და ისწავლის ღვთის მიმართ შევრდომას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეშმაკი ისე აფიქრებინებს, რომ თავისი პირადი ღვაწლით მიიღო შეწევნა. ამდენად იგი ამპარტავნებას დაიწყებს, ამის შემდეგ კი ცდომილების ბადეში გაეხვევა. მამაო, არ ვმადლობ ღმერთს მისი გულმოწყალებისთვის მონასტერში რომ მომიყვანა
და მისი ყოველდღიური სიკეთეებისთვის. პატარა ბავშვს გონია, რომ მისი მშობლები ვალდებულნი არიან მისცეს მას ის, რასაც აძლევენ. მაგალითად, როცა დედა შვილს ეუბნება, შვილო, მომიტანე მარილი, რომ საჭმელში შევანელო. ბავშვს გონია, რომ ამით თვითონაც საქმეს აკეთებს და ამიტომაც ყიდულობს დედა მისთვის ტანისამოს, ფეხსაცმელს და ასე შემდეგ. რაშია საქმე? რადგანაც ცოტა მარილი მიუტანა, ამიტომაც გაიღებს მისთვის ყველა ხარჯს. მაგრამ როცა წამოიზრდება, ხვდება, რომ მისი მშობლები სიყვარულის, სიკეთის გამო აძლევდნენ, რაც სჭირდებოდა, რათა განვითარებულიყო, გაზრდილიყო და არა იმიტომ, რომ თავად გაისარჯა. მაშინ უკვე მადლიერებას გრძნობს ყოველივე ამისთვის და კეთილშობილებით აღძრული თვითონაც იწყებს ნამდვილ ქმედებას, რათა მშობლებს დაეხმაროს. ასევე შენც, როცა სულიერად გაიზრდები, მიხვდები, როგორ დაგეხმარა თავიდან ქრისტეს სიყვარულით, რათა გამტკიცებულიყავი მონაზვნურ ცხოვრებაში. არ იფიქრო, რომ შენ გაისარჯე ამისთვის და მთელი ცხოვრება მისი მადლიერი იქნები. მამაო, რატომაა, რომ მონაზნობა ხან ადვილი მეჩვენება, ხანაც ძნელი, ეს მწუხარებას მგვრის? ეს ბოროტისგან არის. იგი ზოგჯერ მონაზნობას ადვილად წარმოგიდგენს, თითქოს და იმისთვის, რომ შენში მოშურნეობა აანთოს. შემდეგ კი ამ პარტავნებაში ჩაგაგდოს, რათა ღვთის მადლმა მიგატოვოს და უიმედობა დაგეუფლოს. ზოგჯერ კი ძნელად წარმოგისახავს, რათა უიმედობაში ჩაგაგდოს და მონასტრიდან გაგიყვანოს. აი ეს არის მისი საქმე. მამაო, ერთმა დამწყებმა მონაზონმა მითხრა, რომ ერთ-ერთი უფროსი მონაზნის საქციელმა დააბრკოლა. ეს მონაზონი, რომელიც ამდენი წელია მონასტერში ცხოვრობს, ასე რატომ იქცევა, ფიქრობდა იგი. მე რა უნდა მეპასუხა მისთვის? ერთმა გამოსაცდელმა მორჩილმა მეც მითხრა რაღაც მსგავსი და ვუთხარი, არ დაგავიწყდეს, რომ დამწყებს ქრისტე უფრო მეტად ეხმარება, უფროსები კი თავისით იბრძვიან. შენ, რომელიც დამწყები ხარ, ბრძოლის ველზე ისე გადიხარ, რომ გვერდით ქრისტე გყავს. უფროსი მონაზონი კი დამოუკიდებლად თავისი ძალებით იბრძვის. რადგანაც ვხედავ, რომ თითქმის ყველა დამწყები მეტნაკლებად ასეთი კრიტიკის სულს ატარებს. საძმოს შეკრებაზე მინდა ვთქვა შემდეგი. დაკვირვებული ვარ, რომ დამწყებნი ზოგჯერ ამსოფლიურად განსჯიან, განდევნიან საღვთო მადლს და დიდი ზიანი ატყდებათ თავს. დამწყებ მონაზონს განსაკუთრებულად შეეწევა ქრისტე, რათა უიმედობა არ დაეუფლოს და ერში არ დაბრუნდეს. ამდენად მონაზნური ცხოვრების დასაწყისში წინ მიიწევს არა საკუთარი ძალებით, არამედ ქრისტეს შეწევნით. ნელ-ნელა სულიერ ზრდასთან ერთად ქრისტეს უკან მიაქვს თავისი მადლი და ტოვებს მას, თუმცა არასრულად, რათა თავისით იღვაწოს. როცა ნახავს, რომ ძალიან უჭირს, მცირედით ეხმარება სირთულის დასაძლევად. შემდეგ კი კვლავ მარტო ტოვებს. ამდენად, როცა ის მარტო იბრძვის, ხედავს თავის უძლურებებსა და დაცემებს. აყვედრის საკუთარ თავს და ამბობს, სავალალო მდგომარეობაში ვარ, ამდენი წელია მონასტერში ვცხოვრობ და ოდნავადაც ვერ წარვემატე. ასე იძენს კარგ შინაგან მდგომარეობას. არადა მას გონია, რომ უბადრუკ მდგომარეობაშია. იგი მდაბლდება, ითხოვს ღვთის წყალობას და იღებს ხსნას. გარდა ამისა, დამწყები, რომელსაც ქრისტესგან უხვი შეწევნა აქვს, შეიძლება უფროსი მონაზნის დაცემებს კი ამჩნევდეს, მაგრამ მის სინანულს ვერ ხედავდეს და ამბობდეს, არ ველოდი ასე თუ იქნებოდა, ამდენი წელია მონასტერში ცხოვრობს და სავალალო მდგომარეობაშია, განიკითხავს მას, რადგან ვერ ხვდება, რომ უფროსი თავისით იბრძვის მაშინ, როცა მისი წარმატება ნამდვილად მისი დამსახურება კი არა, არამედ საღვთო შეწევნის შედეგია. ასე რომ კარგავს პატივისცემას უფროსის მიმართ,
და თავხედურად ეპყრობა. შესაბამისად, ქრისტე, რომელიც მას შეეწეოდა, აიღებს მისგან მადლს და ისიც ეცემა, ცოდვაში ვარდება. შესაძლოა იქამდეც კი მივიდეს, რომ თქვას, არ უნდა შევდგომოდი მონაზნობასო. ანუ იმ დონიდან, როცა უხშეწევნას ღებულობდა ქრისტესგან, სრულ იმედგაცრუებამდე მივიდეს. თუმცა თუ დამწყები გააცნობიერებს, რომ მას ღვთისშეწევნა განამტკიცებდა მაშინ, როცა სხვები, ვისაც განიკითხავდა, თავისით იბრძოდნენ და იტყვის, ღმერთო ჩემო, შევწოდე. ღმერთი უმალვე ანიჭებს თავის მადლს, მაგრამ ვიდრე ამას გააცნობიერებს, დაიტანჯება და იმედგაცრუება დაეუფლება. შესაძლოა საკმაოდ დიდხანსაც დაიტანჯოს. ეს მონაზნური ცხოვრების საიდუმლოებებია. მამაო, დებთან და იღუმენიასთან ურთიერთობაში არ მაქვს უბრალოება. დებისა და იღუმენიას მიმართ უბრალოება ნელ-ნელა დროთა განმავლობაში მოიპოვება. დასაწყისში კარგად უნდა გაიაზრო, რომ იღუმენია შენი დედაა, მონაზვნები კი შენი დები. ასე ნელ-ნელა განვითარდება სიყვარული, გაიზრდება უბრალოება. მამაო, ვერც მონასტერს აღვიქვამ საკუთარ სახლად, ვერც მონაზვნებს ჩემს დებად. არც ისე ადვილია მონასტერი უმალვე საკუთარ სახლად იგრძნო, ამას დრო სჭირდება. როცა ადამიანი ახალ სახლში შედის, საკუთარიც რომ იყოს, თავიდან ცოტა ეუცხოვება, შემდეგ კი ნელ-ნელა ეგუება. ასევე ბუნებრივია ისიც, რომ მონაზვნებს ჯერ ვერ აღიქვამ შენს დებად. შენ და შენი ხორციელი დები ერთ სახლში დაიბადეთ, ერთად გაიზარდეთ, ეს სხვა რამეა. აქ მონასტერში მეტად უნდა შეხვიდეს სულიერ ოჯახში, რომ მეტი ცვლილება მოხდეს შენში. რამე თუ სულიერი ნათესაობა ხორციელზე გაცილებით მეტია. ამ დროს ხომ ადამიანი სხვებს ქრისტეს მიერ ენათესავება და არა ხორციელი მშობლების მეშვეობით. იღუმენიამ მითხრა, იმისათვის, რომ დები შევიყვარო, უნდა გავიცნო ისინი. ეს როგორ უნდა მოხდეს, მამაო? უფრო მეტი უნდა ვისაუბრო მათთან. არა, ეს ნელ-ნელა ბუნებრივად მოვა. მონასტერში ცხოვრების ბუნებრივი განვითარების გზა ასეთია. თავიდან ადამიანი მორიდებულია, არ საუბრობს, ნელ-ნელა ეცნობა კრებულის წევრებს და თამამდება კარგი გაგებით. იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას აძლევენ, ასე რომ უბრალოებამდეც მიდის. თუ ბუნებრივ განვითარებას არ გაჰყვება და თავიდანვე თამამად თავისუფლად მოიქცევა, ეს არაბუნებრივია, რაღაც ვერ არის რიგზე. ეს მხოლოდ მაშინაა გამართლებული, თუ ადამიანს უხვი, საღვთო უბრალოება გააჩნია. სხვაგვარად ეს დიდი თავხედობაა. ეს იგივეა, რომ სტუმარი უცხო სახლში შევიდეს და მასპინძელს ბრძანებლობა დაუწყოს. მამაო, რომელია საღვთო უბრალოება? საღვთო უბრალოება მას გააჩნია, ვინც სიხარულით იღებს შენიშვნებს. თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს, ცხვირს არ ჩამოუშვებს, პირიქით მადლობს ძმას, რომელმაც შენიშვნა მისცა და ცდილობს გამოსწორებას. ასე განიწმინდება და აღწევს ერთგვარ სითამამეს, ისე რომ არ სჭირდება ბუნებრივი განვითარების მიყოლა. ეს არის წმინდა უბრალოება. მამაო, თუმცა 25 წლისა ვარ, პატარა ბავშვივით ვითხოვ იღუმენიას სიყვარულს. არადა ერში ჩემი ასაკის გოგონებს ოჯახები, შვილები ჰყავთ და უამრავ პრობლემასთან უწევთ გამკლავება. დალოცვილო, მათ შვილები ყავთ და საჭიროა სიყვარული მისცენ მათ. მონაზნურ ცხოვრებას ადამიანი თავიდან იწყებს როგორც პატარა ბავშვი და თანდათანობით მიდის სულიერ მოწიფულობამდე. რამდენი ხანია მონასტერში ხარ? 1.5 წელი. შესაბამისად, უნდა შეეგუო, რომ 1.5 წლის ბავშვი ხარ. 1.5 წლის ბავშვს გამუდმებით დედის მკლავებში სურს ყოფნა. სურს, რომ მისი სიყვარული ახლოდან იგრძნოს,
რადგან სხვაგვარად ვერ ხვდება ამას. ცოტა რომ წამოიზრდება და თამაშს დაიწყებს, მაშინ თავისით დატოვებს დედის უბეს. დედას რომც უნდოდეს ბავშვის თავისთან გაჩერება, იგი მაინც ტოვებს მას და თავის სათამაშოებთან გარბის. შემდეგ, როცა სკოლაში დაიწყებს სიაროს, თავიდან ცოტა უჭირს, რადგან დედას უნდა განეშოროს. თუმცა, როდესაც მიეჩვევა, შორიდან უფრო მეტად გრძნობს დედის სიყვარულს. სკოლიდან დაბრუნებისას კი კვლავ ხარობს მასთან სიახლოვით. ასე ხარობს დედის სიყვარულით ახლოდანაც და შორიდანაც და განიცდის რა ამ სიყვარულს ყველგან მოფენილს, თავს უსაფრთხოდ და საიმედოდ გრძნობს. ახლა შენც გჭირდება იღუმენიას ალერსი. ნელ-ნელა როცა წამოიზრდები და იმავდროულად სულიერადაც მომწიფდები, ეს მოთხოვნილება თავისით განგშორდება და შენს გულში მხოლოდ იღუმენიას სიყვარული დარჩება. მაშინ შორიდანაც იგრძნობ მის სიყვარულს და ყოველთვის გახარებული იქნები, მაშინაც როცა დაინახავ მას და მაშინაც როცა ვერ დაინახავ. სხვა მონაზვნებსაც მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში სურდათ მუდამ იღუმენიასთან ყოფილიყვნენ. ახლა როცა წამოიზარდნენ, შორიდანაც გრძნობენ მის სიყვარულს და ხარობენ, როცა იღუმენიასთან მიდიან დამწყები მონაზვნები, რომლებსაც მასთან ყოფნა მეტად სჭირდებათ. უფროსი მონაზვნები მხოლოდ მაშინ მიდიან, როცა ამის მიზეზი არსებობს, როცა რამე სჭირდებათ. მხოლოდ მაშინ თუ წლები გავა და კვლავ მასზე დამოკიდებულების გრძნობა გექნება, ამან უნდა შეგაშფოთოს ისევე როგორც მაგალითად საგანგაშოა თუ სრულწლოვანი ადამიანი მუდამ დედას იქნება მიტმასნილი. მამაო, ახლა როცა მონასტერში მოვედი, საჭიროებას გრძნობ, რომ იღუმენია გამუდმებით თვალყურს მადევნებდეს და მეხმარებოდეს. იქნებ ეს არასწორია. დასაწყისში ეს ბუნებრივია. დამწყებს ყოველთვის სჭირდება ყურადღება და დახმარება. ასევე სჭირდება უხვი სიყვარული და ალერსი. ცხადია ყოველთვის დიდი განსჯით. მამაო, ზოგჯერ იღუმენია ჭარბი სიყვარულით მეპყრობა. ეხ, ჩემო შვილო, განა ეს ბუნებრივი არ არის. პატარა ბავშვს დედის სიყვარული სჭირდება, დედა კი მას ეფერება, კოცნის. იმ დროს იღუმენიას დედად არ აღიქვამ. ამისთვის ღმერთი უნდა ადიდო. მონასტერში მოდის ერთი უცხო ბავშვი და იღუმენია მას თავის შვილად იღებს. როგორ საოცრად განაგო ეს ღმერთმა. იღუმენიას უყვარს ის, თანაუგრძნობს მას, ალერსით ეპყრობა, რათა ბუნებრივად გაიზარდოს, სხვაგვარად დაჩაგრული იქნება. ერში დედა ბავშვს შობს, კვებავს. მონასტერში იღუმენია ხდება მისი სულიერი დედა, რომელიც ხელახლა შობს მას და კვებავს სულიერად. ხომ არსებობს სულიერი საკვებიც? მამაო, გაკვირვებული ვარ იმ საჭიროებით, რომელსაც ვგრძნობ, ვგულისხმობ იღუმენიაზე მიჯაჭვულობას. მაშინ, როცა დედაჩემის მიმართ მსგავსი არაფერი განმიცდია. განცდილი რომ გქონოდა ასეთი მიჯაჭვულობა დედაშენის მიმართ, ახლა ამ საჭიროებას, რომელსაც გრძნობ, ბუნებრივად მიიჩნევდი, მაგრამ რადგანაც არ განგიცდია, ახლა როგორღაც მოულოდნელად მოგეჩვენა და შეგაცბუნა. თუმცა ახლა ნორმალური ბავშვის მდგომარეობაში ხარ. თორემ რომ არ გეგრძნო ეს საჭიროება, დაემსგავსებოდი იმ ჩვილს, რომელიც კბილებით დაიბადა, ეს კი საგანგაშო იქნებოდა. მე მამაო იღუმენიაზე სენტიმენტალური დამოკიდებულება მტანჯავს. როგორ გადავლახო ეს? ეს ჩემო კარგო, ცუდი და არაჯანსაღი კი არ არის, არამედ ბუნებრივია. ყური დამიგდე, შენ ბავშვი ხარ, გინდა სადღაც დასაყრდენი იპოვო, რას უნდა დაეყრდნო, კედელს? იღუმენიაზე დაყრდნობა ცუდი არ არის. რა კი ღვთის სიყვარულისთვის ყველაფერი დაუტევე და შენი თავი მას მიანდე, როგორც საკუთარ დედას. თუ მონაზნურად იცხოვრებ, ეს განცდა თავისით გაგშორდება.
ეცადე სხვადასხვა გარემოებებს სულიერად დაუპირისპირდე, მთელი სერიოზულობით მოეკიდო მონაზვნურ ცხოვრებას და მნიშვნელოვან სიყვარულსაც მოიხვეჭ, რადგან სენტიმენტი სუბუქი სიყვარულია. მამაო ყველა დამწყები გრძნობს ამ სენტიმენტალურ სიყვარულს. დიახ, ერთნი მეტად, სხვანი ნაკლებად. მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ გაიზარდა ადამიანი. როცა მას ყრმობის ასაკში არ განოცდია სიყვარული, ალერსი, საიმედოობა, მაშინ ბუნებრივია, რომ ამის განცდის საჭიროება მონასტერში ჰქონდეს. როგორც მლაშე ზღვა ვერ ძღება და ვერ იპირება მტკნარი მდინარეებით, რომლებიც მასში ჩაედინებიან, ასევე ვერ ტკბება სიყვარულით ის, ვისაც ბავშვობის ასაკში არ განოცდია ეს გრძნობა. მამაო, შესაძლებელია იღუმენიას სიყვარულს, ისე როგორც მასთან ურთიერთობას ეგოიზმი ან დიდების მოყვარეობა ედოს საფუძვლად. როცა ბავშვი დედასთან მისვლას ითხოვს, ასე ეგოიზმის ან დიდების მოყვარეობის გამო კი არ იქცევა, არამედ იმ მოთხოვნილების გამო, რომელსაც მასთან სიახლოვით გრძნობს. ასევე შენც, რადგანაც აქამდე დედაშენთან ერთად ცხოვრობდი, გრძნობ ალერსის, თბილი ურთიერთობის საჭიროებას და ითხოვ ამას, ვიდრე კრებულს არ შეეთვისები. მამაო, რა უნდა ვიღონო, თუ მხოლოდ იღუმენიასთან სიახლოვით პოულობ ნუგეშს, დებთან ურთიერთობა კი მიჭირს. დასაწყისში ადამიანური ნუგეშის მოთხოვნა ბუნებრივია, ეს გამოწვეულია ასაკითაც, მაგრამ ამასთანავე არ გვაქვს სულიერი გამოცდილება. იზრდება რა ადამიანი და წარემატება რა სულიერად, იძენს გარკვეულ გამოცდილებას, ეჯაჭვება ქრისტეს, ღვთისმშობელს და იწყებს საღვთო ნუგეშის მოპოვებას, რომელიც ულევია. ეცადე მთელი შენი გული მიუძღვნა ქრისტეს, ღვთისმშობელს, ასე აივსები საღვთო ნუგეშით. მამაო, აღარ შემიძლია, როგორც კი ხელში სკვნილს დავიჭერ, წუხარება მიპყრობს. ოხ, ეს ეშმაკი როგორ წარგიტაცებს, გიპოვა სუსტი წერტილი, გრძნობიარობა და შენში მწუხარებას აღძრავს, რომ სულიერი მოვალეობები უდებყო. ღვთისმშობლის კანონს კითხულობ პარაკლიტონიდან. ხანდახან გამუდმებით იკითხე, სადე და ნახავ, რაოდენ აღმატებულ ალერსსა და ნუგეშს იგრძნობ ღვთისმშობლისგან. მამაო, როგორ შეიძლება გონებიდან იმ უხამსი წარმოდგენების მოშორება, რომლებიც შესაძლოა დამწყებს საერო ცხოვრებიდან ჰქონდეს. თუ ერში დაუშვათ სიმღერებს უსმენდა, ახლა მონასტერში გამუდმებით გალობებს ისმენს. თუ ერში უხამ სურათებს ხედავდა, აქ სულ წმინდა ხატებს ხედავს. ამდენად ყველაფერი ძველი განეშორება და მის გონებაში ყველაფერი წმინდა, საკრალური აღიბეჭდება, ანუ მონასტრის მთელი გარემო მას შეეწევა. ამიტომ მონასტერში ერთი ბოროტი გული სიტყვაც კი უფრო მკაცრად განისჯება ღვთისგან, ვიდრე მძიმე ცოდვები, რომლებიც შესაძლოა ერში კონდეს ადამიანს ჩადენილი. ცხადია საჭიროა დრო, რათა სრულიად აღიხოცოს ამ მსოფლიური წარმოდგენები და სულიერით ჩანაცვლდეს. ლოცვა, თავშეკავება, მორჩილება და კეთილი გულის სიტყვები სრულებით განწმენდნენ მონაზვნის გონებას. მამაო, გოგონას, რომელმაც არაეკლესიურად გამლო ცხოვრება, უჭირს მონასტერში მაშინ, როცა სხვა რომელიც სულიერად ცხოვრობდა, უფრო ადვილად მიიწევს წინ. ასე არ არის? თითოეულ ადამიანს თავისი გზა აქვს. ერთი იტანჯება თავისი ძველი კაცის მიერ, მეორე არა. დავუშვათ გოგონა, რომელიც ერში ცეკვავდა, შემდეგ მონასტერში შესაძლოა ცეკვის გახსენებით გაწვალდეს, მაგრამ ქრისტეს სიყვარულისთვის ითმეს, გადის სახმელში, რომელსაც განსაცდელები ეწოდება და ასე განიწმინდება. სხვა კი, რომელიც არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა ცეკვას, გართობას და არასდროს ყოფილა ამით დაკავებული, ისედაც სუფთაა
და სიხარულით მიიწევს წინ. ბავშვი, რომელმაც ერში უბიწოდ იცხოვრა, მონასტერში მოდის როგორც ანგელოზი და ასევე განაგრძობს. სხვა, რომელსაც ამ სოფლიური ტვირთი ამძიმებს, განიცდება გულის სიტყვებით, ხორციელი ბრძოლით და სხვა. თუმცა ამ წვალებითა და მწუხარებით, რომელსაც გადის, ისიც განიწმინდება და საბოლოოდ ორივენი ერთსა და იმავე ადგილს აღწევენ. ვწუხვარ, მამაო, რადგან ნათესავებისა და მეგობრებისგან სიყვარული მაკლია. ეს წუხილი, რომელსაც შენში სიყვარულისა და ადამიანური ნუგეშის არქონა აღმოაცენებს, სათითაოდ მოაშუშებს იმ ჭრილობებს, რომლებიც საერო ცხოვრებამ გაგიხსნა. ამასთანავე ეს იქნება ერთგვარი მცირე კანონი იმ დაცემებისთვის, რომლებიც ერში ამ სოფლიური ურთიერთობებისგან გქონდა. მამაო, რადგანაც ხშირად მიცოცხლდება წარმოდგენები განვლილი საერო ცხოვრებიდან, გულის სიტყვა მაქვს, იქნებ არ გამოვდგები მონაზნობისთვის. შენ ქრისტე მოგიწოდა და ნუ წუწუნებ, რადგან ამით ამწუხრებ მას, ეს უმადურობაა. მადლობა აღუვლინე მას და მუდამ მისი მადლიერი იყავი იმ დიდი პატივისთვის, რომელიც დაგდო. გამოგიყვანა საერო ცხოვრებიდან, რომ თავის სასძლოდ ექციე, გეცხოვრა სამოთხის ამ ქვეყნიურ მცირე ნაკვეთზე, იოანე მახარებლის მონასტერში და იმავდროულად ზეციურ სასახლესაც გიმზადებს. იცი რაოდენ დიდი კეთილგანწყობა გამოავლინა შენდამი, განსაკუთრებული კეთილგანწყობა. ამიტომ ეცადე უმადურად არ გამოჩნდე, იმ სულიერი წინაპირობებით, რომლებიც ახლა შენ გაგაჩნია, იცი როგორი სულიერი სამუშაოს შესრულება შეგიძლია. მამაო, ვფიქრობ, ღმერთს ისე არ ვუყვარვარ, როგორც ის დები, რომლებიც ერში სულიერად ცხოვრობდნენ და ამის გამო მწუხარება მიპყრობს. მართლაც საერო ცხოვრებამ თავისი მემკვიდრეობა დაგიტოვა, თუმცა ეს იცის ღმერთმა, ასევე ყველამ, ვინც შენი ცხონებით არის დაინტერესებული და ამის გამო არ გითვალწუნებენ. არ გეგონოს, რომ ღმერთს არ უყვარხარ. თუ კი მე, რომელიც ასეთი სასტიკი ვარ, ძალიან მტკივა გული შენ გამო, რაოდენ უფრო შესტკივა ღმერთს, რომელმაც თავისი უხვის სიყვარულით არაფრად ჩააგდო ის ჭრილობები, რომლებიც საერო ცხოვრება მოგიტანა, მოგძებნა როგორც დაკარგული ცხვარი და შეგიყვანა თავის ბაკში, სადაც განიკურნე, მიუხედავად იმისა, გაცნობიერებული გაქვს თუ არა ეს. ასე რომ კი ნუ მწუხარებ, არამედ გიხაროდეს, რომ ქრისტემ მიწიერ სამოთხეში მოგიყვანა ანგელოზებრივი ცხოვრებისთვის.